სალამი. სალამი. ვაგრძელებთ ისევ მარკოზის საუბარს, ესე იგი. ვაგრძელებთ მარკოზის სახარებადის საუბარს. ხო და წინაზე რაც ჩამრჩა, არის ის, რომ რეალურად გამოვიდა, რომ აზრზე არა ვართ ეს ტექსტი მარკოზის დაწერილია. თუ იმის, ვინც შემდეგ მარკოზის სახელი გამოიყენა. მეცნიერებს შორის ალბათ ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ეს არის მარკოზის დაწერილი. რადგან ბოლო 200 წლის განმავლობაში თითქმის მიმდინარეობს ამ ტექსტის საფუძვლიანი კვლევა უამრავი მეცნიერის მიერ. ეს პროცესი დაიწყო გერმანიაში, შემდეგ გავრცელდა მთელს ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და დღეს ახალი აღთქმის კვლევები ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ სამეცნიერო დარგად მთელ მსოფლიოში. და შესაბამისად ჩვენ გვაქვს შედეგი უამრავი კვლევისა საუკეთესო მეცნიერების წყალობით, რომელთაც შესაძლებელმა მოგვცეს უფრო მკაფიოდ დავინახოთ ეს ტექსტიც და მისი თავისებურებებიც. ხო და ეხლა აქედან გამომდინარე, თქვენ გარდა იმისა, რომ ხართ სასულიერო პირი, ამ ტექსტს სხვა პერსპექტივიდანაც უყურებთ და მსჯელობთ მასზე. და ზუსტად აქედან გითხავთ, უფრო ისტორიული პერსპექტივიდან. რეალურად საერთოდ როდის იწერება ეს ტექსტი? მარკოზის სახარება შევთანხმდით, რომ ეს არის ყველაზე ადრინდელი სახარება. დაწერილი უნდა იყოს დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 70-იანი წლების ახლომახლო. მანამდე რატო არა? ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი. სინოპტიკური სახარებები და ეს ტერმინი უკვე ცნობილია ჩვენი წინამორბედი გადაცემიდან. სინოპტიკურ სახარებად მოიხსენიებთ პირველ სამ სახარებას, მათეს, მარკოსსა და ლუკას, რადგან აქ ერთი პერსპექტივიდან არის დანახული იესოს თხრობა და გარდა იმისა, სამივე სახარება არის ერთი წყაროდან ამოსული, ეს არის მარკოსი. სამივე სახარების მიხედვით იესო არის აპოკალიპტური მქადაგებელი. რას ნიშნავს აპოკალიპტური მქადაგებელი? აპოკალიპტური მქადაგებელი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისტორიის იმ ნაწილში, როდესაც მოახლოებული არის სამყაროს აღსასრული. ეს სახარებები არ ეკლავს ადრინდელი ქრისტიანობის სულისკვეთებას, როდესაც ისინი ელოდნენ იესოს მეორედ მოსვლას, სამყაროს აღსასრულს წუთი-წუთზე ელოდნენ. და შესაბამისად, არავის არ მოუვიდოდა თავში აზრად, რომ მოდი ახლა ჩავიწეროთ ის, რაც იესოს უთქვამს. ან იქნება ვინმეს დაავალოთ, რომ გაიხსენოს, შეაგროვოს, შეკრიბოს იესოს ცხოვრების ბიოგრაფიული დეტალები. 40 წლის განმავლობაში არავის არ მოსვლია ეს თავში აზრად, რადგან იყო მძაფრი მოლოდინება სამყაროს აღსასრულისა. პავლე მოციქულის ერთ-ერთ ადრინდელ წერილში, სადაც მას ეკითხებიან ქორწინების შესახებ, მისი პასუხი ასეთია, პერიფრაზირებას მოახდენ, რა დროს ქორწინება? სადაცა უნდა დაბრუნდეს იესო. ხოლო მოგვიანებით დაწერილ წერილში პავლე ეძახს, რომ კი ბატონო, თუ ოჯახი უნდა შექმნას ქრისტიანმა, ჯობია რომ ქრისტიანს გაყვეს ცოლას და ქრისტიანზე გათხოვდეს და შექმნან ჰარმონიული ოჯახი. ამ პავლეს წერილების კორპუსში ჩვენ ხედავთ ტრანსფორმაციას ამ იდეისა, რომ არიქა სასწრაფოდ უნდა მოვიდეს თუ არა იესო. იმის გამო, რომ ადრინდელი ქრისტიანებს ეს განცდა ჰქონდათ, რომ მალე უნდა დასრულებულიყო ამ სამყაროზე ცხოვრება, შესაბამისად აზრი არ ჰქონდა არც სახარების წერას, არც იესოს ბიოგრაფიული მონაცემების შეგროვებას და არც ქრისტიანული საღვთო წერილის ჩამოყალიბებას. მაგრამ გავიდა დრო, ამ დროის გასვლასთან ერთად მოხდა რამოდენიმე რამ. ჯერ ერთი გაიზარდა რაოდენობა იესოს მიმდევრებისა. თავიდან იესოს მიმდევრებს ქრისტიანები არ ერქვათ. ისინი წარმოადგენდნენ იუდაიზმის განუყრელ ნაწილს. ადრინდელი ქრისტიანები
იუდაიზმის მიმდინარეობად მოიაზრებდნენ თავს. პავლე იქნებოდა ეს თუ პეტრე იქნებოდა, იუდაურ რიტუალებს ასრულებდნენ, მასში მონაწილეობას ღებულობდნენ, იუდაურ ტაძარში დაერებოდნენ და ქრისტიანობას, რასაც დღეს ქრისტიანობას ვეძახით, იყო ერთ-ერთი განშტოება დიდი იუდაური სარწმუნოებისა. აბა ის ზიზღირო აქვთ რიგ ფუნდამენტალისტ ქრისტიანებს ებრაელების მიმართ საიდან მოდის? ზიზღის წყარო როგორც ასეთი შენი ღმერთი თუ ებრაელი იყო, შენი ღმერთის მიმდევრები თუ ებრაელები იყვნენ, როგორ შეიძლება შენ მათზე საუბრობდე ისე, როგორც შენი რწმენის და შენი ღმერთის მტრევზე? რა თქმა უნდა, თქვენი მსჯელობა სრულებით ლოგიკურია. თუ იესო ებრაელი იყო, ებრაელი რაბინი იყო, მოხეტიალე რაბინი, თუ მარიამიც იყო ებრაელი, თუ მოწაფეებიც იყვნენ ებრაელები, იესოს მიმდევრებიც ყველანი იყვნენ ებრაელები, დაახლოებით პირველი 80 წლის განმავლობაში, მას რატომ უნდა იყოს ქრისტიანებს შორის სიძულვი და მტოვრობა ებრაელების მიმართ? აქ რამოდენიმე მიზეზი არის, ერთზე მეტი მიზეზი არის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ქრისტიანულ საღვთო წერილში შეიძლება აღმოჩენილი იქნას ანტიიუდაური სენტიმენტები, როგორც პავლესთან, ისე ლუკას სახარებაში და ეგევე იოანეს სახარებაში. და იმედია ჩვენ საუბარს როცა გავაგზავნებთ და გვექნება საუბარი ამ სახარებებზე, ამ საკითხებსაც შევეხებით. მაგრამ ლოგიკა ითხოვს, რომ ქრისტიანობა მოიაზრებდეს თავს როგორც რელიგიად, რომელიც დაფუძნდა, აღმოცენდა და განვითარდა იუდაიზმზე დაყრდნობით. მაგრამ ანტიიუდაური არ არის მარკოსთან. მარკოსთან გვაქვს ძალიან ნაკლები ანტიიუდაური სენტიმენტები. ლუკასთან ძალიან ნაკლებიო, ესე იგი რაღაც გაქვთ ნაპოვნი. შეიძლება რომ ზოგიერთი განცხადება მარკოისა ინტერპრეტირებული იყოს როგორც ანტიიუდაური სენტიმენტები. განსაკუთრებით იესოს ჯვარცმასთან დაკავშირებით. მაგრამ შეგვიძლია ბოდიში, აგერ გვაქვს თქვენი აზრობრივი თარგმანი. გადავშალოთ და ვნახოთ, აბა რაზე ვსაუბრობთ. მაგალითად, იგივე 131 გვერდიდან ჩვენ გვაქვს საუბარი, ეს არის მარკოზის სახარების მე-14 თავი და 53 მუხლიდან. რა კი ამებს ვახსენებთ? შეიძლება მკითხველისათვის საჭირო იყოს იმისი ცოდნა, რომ თავდაპირველად, როდესაც ეს ტექსტი დაიწერა, ის ტექსტი რომ ვნახოთ, ამ ტექსტს ვერ ვიცნობთ. ტექსტი სახარებისა, იგივე მარკოზის სახარებისა, როდესაც დაიწერა, იგი დაყოფილი არ ყოფილა თავებად და მუხლებად, იგი დაყოფილი არ ყოფილა ქვეთავებად, მას არ ქონდა პუნქტუაციის არც ერთი ნიშანი, წერტილმძიმეც არ ეწერა. წერტილმძიმეც არ ეწერა და კიდევ უკეთესი, სიტყვებს შორის არ იყო სივრცე გამოტოვებული. ასე რომ თქვენ წარმოიდგინოთ, რა თქმა უნდა, ძელი წარმოსადგენ, რომ წარმოიდგინოთ ტექსტი, გაბმული ტექსტი, აქ რამოდენიმე მიზეზი იყო, ჯერ ერთი ის ტრადიცია პუნქტუაციისა, თავებად დაყოფის არ არსებობდა, მეორედ იმისა, საწერი მასალა იყო ძვირი და უფრთხილდებოდნენ თითოეულ გოჩს და შესაბამისად ძალიან კომპაქტურად იყო ეს ყველაფერი დაწერილი. ის რომ ახლა ჩვენ ვიძახით მარკოზის სახარების 14 თავი, ესა და ეს მუხლი, ეს არის გვიანდელი ტრადიცია, როდესაც ქრისტიანებმა, იესოს მიმდევრებმა გადაწყვიტეს, რომ იოლად საკითხავი გაეხადათ ეს ტექსტი. ის რაც დამავიწყდა, მე თქვა, ვერ დავასრულეთ წინამორბედ საუბარში ამის წინ, რომ თავდაპირველად ქრისტიანები არ ერქვათ, ისინი თავს მოიაზრებდნენ იესოს მიმდევრებად და რელიგიას, რასაც დღეს ჩვენ ქრისტიანობას ვეძახით, ერქვა გზა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყო იესოს მიმდევრების დევნა იერუსალიმში და იუდეაში და პალესტინაში, ეს ქრისტიანები გაიქცნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და მათ შორის ანტიოქიაში, რომელიც დიდი ბერძნული ქალაქი იყო, ყველაზე ახლოს მყოფი, ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მყოფი ქალაქი იერუსალიმთან, იქ ჩასულ იესოს მიმდევრებს ადგილობრივმა ხალხმა შეარქვა სახელი ქრისტიანი.
ეს არის ზედმეტი სახელი არის, რომელიც მოგვიანებით ქრისტიანებს შერჩათ კიდევაც. მაგრამ იმ ეპოქაში, ადრინდელ ეპოქაში, ვიდრე მათ ქრისტიანები ეწოდებოდათ, ისინი იყვნენ იესოს მიმდევრები და ამ მიმდინარეობას, რომელსაც ისინი მისდევდნენ, ერქვა გზა. მაგალითად, მე შემეძლო მეკითხა, რომ დათო თამაზაშვილი ნეტა რომელი რელიგიის წარმომადგენელია? და ვინმე იტყოდა, დათო ადგას გზას. და გასაგები იყო, რომ ეს იყო ებრაელი, იუდაიზმის წიაღში მყოფი, რომელიც აღიარებდა იესოს როგორც მესიას. მე მგონი ამისი თქმა მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ და დაბრუნდა. ახლა რაც შეეხება ამ საკითხს, ლაპარაკია, რომ მაგალითად იესოს დაპატიმრების საქმეში, იესოს გასამართლების საქმეში მონაწილეობას ღებულობს იუდაიზმის რელიგიური ესტაბლიშმენტი, სამღვდელოება. მღვდელმთავრები, ებრაელი მღვდელმთავრები, იუდაიზმის წარმომადგენელი მღვდელმთავრები მოწადინებულები არიან, რომ იესო დაისაჯოს როგორც მგმობელი. რაც სრულებით გასაგებია, მათი პერსპექტივიდან ეს არის სრულებით გასაგები. იესოს მიმდევრები იძახიან, რომ ეს არის მესია და ებრაელ მღვდელმთავრებს შეეძლო დაესვა ასეთი კითხვა. კი ბატონო, მესია არის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მესია უნდა აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს. უნდა გაათავისუფლოს ებრაელი ხალხი რომაელთა ბატონობიდან, გაათავისუფლა? არ გაათავისუფლა. უნდა აღადგინოს დავითისა და სოლომონის სამეფო, აღადგინა? არ აღადგინა. უნდა დაამყაროს საყოველთაო მშვიდობა, დაამყარა? არ დაამყარა. ამიტომ მღვდელმთავარი თავისი პერსპექტივიდან არის სრულებით მართალი, როდესაც იცოდა, ეს შეუძლებელია იყოს მესია. მარკოზის სახარების ავტორის თავი მიზანიც არის, რომ გითხრას, რომ ამ ადამიანს, ვისაც ყველა ფიქრობს, რომ არის კრიმინალი და კრიმინალად დასაჯეს, მე უნდა გამოვაცხადო, მე უნდა დაგარწმუნო თქვენ, რომ ეს სინამდვილეში არის მესია. მარკოს იმ დროს არ იყო, მარკოს ვერ დაარწმუნებდა მღვდელმთავრებს, რომ ესო იყო მესია. ამიტომ მღვდელმთავრებს ჰქონდა სრულებით ბუნებრივი, ლეგიტიმური დამოკიდებულება იესოს განაცხადებთან დაკავშირებით. მოგვიანებით ის, რომ ებრაელი სასულიერო პირები აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას იესოს განკითხვაში და იესოს დაგმობაში და ასევე მოწადინებაში, რომ იესო დაისაჯოს, როგორც თვითმარქვია, მოგვიანებით გამოყენებული იქნება როგორც ჯერ ანტიიუდაიზმის, ხოლო მოგვიანებით ანტისემიტიზმის წამახალისებელი სენტიმენტი. ჩვენ უნდა განვასხვაოთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ ვთქვათ, რომ ანტისემიტიზმი და ანტიიუდაიზმი ერთი და იგივე არ არის. ანტისემიტიზმი არის რასობრივი სიძულვილი, ხოლო ანტიიუდაიზმი არის რელიგიური სიძულვილი. რა თქმა უნდა, ანტისემიტიზმი მოგვიანებით შუა საუკუნეებში, ევროპაში განსაკუთრებით, აღმოჩნდება ნასაზრდოები ანტიიუდაიზმის მიერ. მაგრამ ანტიიუდაიზმი და ანტისემიტიზმი ერთი და იგივე არ არის. შესაბამისად, მაგრამ მოგვიანებით ლუკაში და განსაკუთრებით იოანეს სახარებაში ჩვენ ნახავთ მეტ ანტიიუდაიზმს, რომელიც წააქეზებს უფრო მეტ ანტისემიტიზმს მოგვიანებით შუა საუკუნეებში და კიდევ ჩვენს ეპოქაში, როდესაც გაიგონებთ ულტრაკონსერვატიულ წრეებში ანტისემიტურ განცხადებას, რომელიც ნასაზრდოები არის სწორედ ანტიიუდაური სენტიმენტებით. დაუბრუნდეთ ხა ისე მარკოსთან და მის მისიაზე ვისაუბროთ, ხო? რაღაცნაირად მარკოზმა ან იმ ადამიანმა, რომელიც მარკოზის სახელით წერს, ან იმ ადამიანებმა, რომლებიც მარკოზის სახელით წერენ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ეს ტექსტი ერთი ადამიანის დაწერილია თუ მრავალი სხვის. მას შეეძლო გაევლო რედაქცირება და ასევე ტექსტი, როდესაც იწერებოდა, შეიძლება აქ იყოს უპრიანი ამის ხსენება. მაშინ რაც ტექსტი დაიწერა მარკოზის სახარებისა, მან განიცადა რედაქცირება, ჩვენ არ ვიცით ვისი ხელით, მას აქვს ორი დამატებული ფრაგმენტი სახარების ბოლოში. თავდაპირველად ეს დანამატები არ იყო. როდესაც არ არსებობდა ბეჭდა, წიგნის ბეჭდა, რომელიც ერთ-ერთი გენიალური მიგნება იყო კაცობრიობისა, მანამდე წიგნი უნდა გადაწერილიყო ხელით.
ხელით გადაწერა ტექსტისა ყოველთვის გამოწვევასთან არის დაკავშირებული. როდესაც ხელით წერ ადამიანი, შეიძლება საკმარისი განათება არ იყოს, სადაც წერამ ტექსტს, ერთ ტექსტს მეორეში. შეიძლება რამე ვერ ამოიკითხოს სწორად და თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ეს ტექსტი გაბულად არის ნაწერი, ინტერვალებიც კი არ არის სიტყვებს შორის, შეიძლება ერთი სიტყვის ბოლო აღიქვა როგორც მეორე სიტყვის დასაწყისი. და შესაბამისად, თუ ეს სიტყვების შეთანხმება არ გამოდის, შეიძლება ადამიანმა გადამწერმა ეს ჩაასწოროს. რაც ხდებოდა კიდევაც. ჩვენ ვავიღოთ სახარებების ტექსტები ერთად, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია უძველესი ტექსტები, ყველაზე ადრინდელი ფრაგმენტი ქრისტიანული საღვთო-წერილისა არის იოანეს სახარების ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება 135-127 წლებით მეორე საუკუნისა. მას შემდეგ ჩვენ გვაქვს სახარება მეორე საუკუნის ბოლოსი, მესამე საუკუნესი, მეოთხესი და როდესაც გადავხედავთ ამ ხელნაწერებს, აღმოჩნდება, რომ ამ გადაწერის პროცესში დაშვებული იყო 35,000-ზე მეტი შეცდომა. მაგრამ საბედნიეროდ ეს შეცდომები არ არის იმ ხასიათისა, რომელსაც შეუძლია დრამატულად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ამა თუ იმ სახარების ტექსტზე და ამა თუ იმ ავტორის ხედვაზე. ეს შეცდომები არის მინიმალური და როგორც გითხარით, სამეცნიერო კრიტიკული კვლევების შედეგად ჩვენ უკვე ვიცით, სად შეიძლება რა შეცდომა ყოფილიყო დაშვებული და სხვა სახარებებზე საუბრისას შეიძლება ამაზე ოდნავ უფრო ცლად ვისაუბროთ. მაგრამ ახლა უნდა ითქვას, რომ ეს ტექსტები იწერებოდა საუკუნეების დიდი ხნის განმავლობაში, ხელიდან ხელში გადადიოდა, მასში იყო ცვლილებები, მას ჰქონდა დანამატები, რომლის აღმოჩენაც ამ ეტაპზე უკვე შეუძლებელი აღარ არის, მაგრამ ეს არაფერს არ აკლებს, არ აკნინებს ამ ნაწარმოების ერთობას და ღირებულებას. მოდით ასე კრიტიკულად მივუდგეთ საკითხს. რახან ჩვენ იმაზე ვთანხმდებით, რომ ეს არის ტექსტი, რომლის მიზანიც არის, რომ დაგვარწმუნოს იმაში, რომ ქრისტე იყო მესია. ჩვენ რეალურად მარკოზის სახარებაში ფაქტობრივად ბოლო 3 წლის გარდა სხვა ვერაფერს ვერ პოულობთ ქრისტეს ცხოვრების შესახებ. თუ მისი მიზანი არის, რომ დაგვარწმუნოს მის მესიობაში, რატომ უფრო დეტალურად არ გვიყვება ქრისტეს განვლილ ცხოვრებაზე? და აქვე დავამატებ. იქნებ ის შიშობს, რომ თუ ჩვენ მის ხორციელ ცხოვრებაზე მეტ ყურადღებას გავამახვილებთ, ამით გაგვეფანტება აზრი და გონება გაიქცევა იმისკენ, რომ იქნებ მართალი იყვნენ ეს იუდეველი რაბინები. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მიზანი ამ სახარებისა, ისე რომ სხვა სახარებებისა არის, რომ მკითხველმა დაიჯეროს, რომ იესო არის მესია. სხვადასხვა მახარებელი, ასევე ძახით ამ სახარებების ავტორებს, სხვანაირად აკეთებს. მოხერხებულებებისათვის ჩვენ შეიძლება დაუძახოთ, გავაგზავნოთ, რომ მოიხსენიოთ მათეთ, მარკოზად, ლუკად და იოანეთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი მათგანი არ არის იმ ადამიანის ხელიდან გამოსული, ვისაც მიეწერება. არც ერთი მათგანი ასევე არ არის თვითმხილველი იესოს ცხოვრებისა და მისი მოღვაწეობისა. შესაბამისად, ჩვენს წინაშე არის ტექსტი, რომელსაც აქვს მიზან დასახულობა აქვს, რომ დაგვარწმუნოს. ოღონდ, რატომ არ წერს ის იესოს ბავშვობაზე? რატო არ გვიამბობს მეც მის ოჯახზე? არც იმას არ გვიამბობს იესო რას ამბობს საკუთარ თავზე. მარკოზის სახარების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ მარკოზისათვის მნიშვნელოვანი არის იესოს ვნება. და მკითხველი გულდასმით კითხულობს, მიხვდები, რომ ავტორს აქვს ერთი სული, რომ
დაიწყო საუბარი იესოს ნების შესახებ. რას გულისხმობთ ნებაში? ნებაში, რა თქმა უნდა, ქართულში სხვადასხვა რამე იგულისხმება. ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ იესოს ტანჯვა და იესოს, რასაც დღეს დავარქმევდით, მოწამეობა იმ მისიის შესასრულებლად, რისთვისაც ის მოვიდა. ზოგ შემთხვევაში მარკოზის სახარებას ეძახიან ვნების სახარებას, ანუ ტანჯვის სახარებას, ოდნავ ვრცელი წინასიტყვაობით. და მართლაც მთავარი ფოკუსი ამ სახარებისა არის იესოს ცხოვრების ბოლო კვირა. ჩვენ არაფერი არ ვიცით იესოს ბავშვობის შესახებ, არაფერი არ ვიცით მისი სწავლის შესახებ, არაფერი არ ვიცით მეგობრების შესახებ, არაფერი არ ვიცით ვინ იყვნენ მისი მასწავლებლები, თითქმის არაფერი არ ვიცით მისი ოჯახის შესახებ, მაგრამ მახარებლისათვის მნიშვნელოვანია გითხრას რა, რომ იესო, ზრდასრული იესო ინათლება იოანეს მიერ მდინარე იორდანეში და ამით იწყება მისი მისია. ავტორს არ აინტერესებს ის, რაც მოხდა მანამდე. იესოს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც რელიგიათმცოდნეობაში ვეძახით ნუმინოზურ გამოცდილებას, პირველი ნუმინოზური გამოცდილებიდან იწყებს მარკოზის სახარების ავტორი იესოს ცხოვრებაზე საუბარს. რა არის ეს ნუმინოზური გამოცდილება? ეს ტერმინი დაკავშირებული არის ოტო რუდოლფთან, გერმანელ მეცნიერთან, თეოლოგთან, რომელმაც შემოგთავაზა, რომ მისი აზრით, რომ არ არსებობს რელიგია და არ არსებობს რელიგიურობის არანაირი გამოვლინება, რომელსაც არ აქვს საწყისი, იმპულსი, რომლიდანაც იწყება ამ რელიგიის ათვლა, ამ რელიგიის არსებობა. ნუმინოზური გამოცდილების აღწერა ძალიან ძნელია. ამიტომ ოტო რუდოლფი მას ეძახის mysterium tremendum and fascinans ლათინურად. საიდუმლო, დიადი, გამოუგნებელი. ანუ საიდუმლო ის რისი გამოცდილება, საიდუმლო გამოცდილება, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია. რა თქმა უნდა, საკრალური ტექსტები ყველა ტრადიციაში ცდილობენ, რომ გადმოგვცენ ამ ნუმინოზურის განცდა. მაგალითად, თუ ავიღებთ მონოთეისტურ რელიგიებს, ისლამურ ტრადიციას, მუჰამედს წინასწარმეტყველს აქვს ნუმინოზური გამოცდილება, როდესაც ის უკვე ასაკში არის შესული, ხირას მთაზე არის გასული მარტო განმარტოებული ლოცვისთვის, მედიტაციისათვის და მას ჩაესმის ხმა იკრაყ, 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 წაიკითხე, წაიკითხე, წაიკითხე და მაშინ მიიღებს მუჰამედი პირველ სურას ყურანიდან. მისთვის ეს არის გამაუგნებელი გამოცდილება. ის შეშლილივით დაბრუნდება შინ, თავის მეუღლეს ეუბნება, რომ არიქა მიშველე, ცახცახებს, სქალის ხადიჯა ქვია, საბანს აფარებს, ფიქრობს, რომ რაღაც დაუჯერებელი მოხდა მის თავს, რომ ჯინები გამოეცხადნენ. მაგრამ მოგვიანებით ქრისტიანების ნესტორიანელი სასულიერო პირის მეშვეობით მუჰამედს დაარწმუნებენ, რომ ეს ჯინებთან შეხვედრა კი არ იყო, არამედ იყო ღმერთის გამოცხადება. ეს იყო მუჰამედის ცხოვრებაში ნუმინოზური გამოცდილება. ასევე მოსეს თავს რაც მოხდება, მოსე და ალმოდებული ბუჩქი. მოსე მიდის ამ ბუჩქთან, ბუჩქიდან შემოესმის ხმა, რომ მოსე გაიხადე ფეხზე, რადგან ეს ადგილი წმიდაა, მოსე გაიხდის ფეხს და ეს არის მოსეს პირველი ნუმინოზური გამოცდილება. ასევე არის იესოს ცხოვრებაში. იესოს პირველი ნუმინოზური გამოცდილება არის მისი ნათლობა მდინარე იორდანეში. ის ინათლება იოანეს მიერ, რომელიც ქადაგებს ცოდების მონანიებას, იესო მოინათლება იოანეს მიერ და მას იესოს შემოესმის ხმა, შენ ახარ ჩემი საყვარელი შვილი, რომელიც მოგიწონა. ამით იწყება ეს გზა და დანარჩენი კულმინაცია ამ ყველაფრისა არის იესოს ვნება, იესოს სიკვდილი და გამარჯვება, რომელსაც იესო მოიპოვებს ამ სიკვდილის მეშვეობით.
და თქვენ რომ მკითხოთ, რომ ერთი სიტყვით გადმოვცე რა არის მარკოზის სახარების მთავარი ნიშანი, ეს არის ვნება. და ამას მარკოზი ოსტატურად აკეთებს, დიდხანს ემზადება ამისთვის. სულ არის 16 თავი, პატარა წიგნი არის და ამ 16 თავიდან 6 თავი ეძღვნება სწორედ იესოს ვნების ამბავს. თუმცა მანამდე ადრევე გამოჩნდება ის, რომ იესო ლაპარაკობს თავის ვნებაზე. ჩვენ თუ არ ვიცით ზუსტი დრო მისი დაწერის, ეს არის ვარაუდი. საერთოდ რა ვიცით, რომ რატომ უნდა დავიჯერო, რომ იქ რაც წერია, თუ ავტორს მწერალს ეს არ უნახავს, ეს მართლა მოხდა. ორწმენა არის არჩევნის საკითხი. ადამიანი ირჩევს რამე დაიჯეროს ან არ დაიჯეროს. მიიღოს არგუმენტი თუ არ მიიღოს. მახარებლები განსხვავებული პერსპექტივიდან გვთავაზობენ არგუმენტებს. გვთავაზობენ, რომ დავიჯეროთ. მაგრამ დავიჯერებთ თუ არა, ეს არის ჩვენი არჩევნის საქმე. მათ არ აქვთ მეცნიერული საბუნებისმეტყველო არგუმენტები, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებს ის იმაში, რომ იესო მესია არის. მახარებლები ჩვენ გვთავაზობენ არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას, გვთავაზობენ გავაკეთოთ არჩევანი, გვინდა თუ არა დავიჯეროთ, რომ იესო არის მესია. ოღონდ თითოეული მახარებელი ამას განსხვავებული პერსპექტივიდან, განსხვავებული მიდგომით წარმოაჩენს, განსხვავებულად გვაჩვენებს და განსხვავებულ ხერხებს იყენებს იმისათვის, რომ ჩვენ დაგვარწმუნოს ამაში. აი, გაგაწყვეტინებთ. მარკოზის სახარებაში ეს არის მესამე თავში 31 მუხლი. არის ესეთი პასაჟი იესოს დედა და ძმები. იესო არის ხალხში და მას მიაკითხავენ დედა და ძმები, ისინი გარეთ გაჩერდებიან და იესოს დასაზარხებლად ვიღაცას მიაგზავნიან. იესოს გადასცემენ ამას, რომ გარეთ დედა და ძმები გეძახიან, გარეთ დედა შენ და შენი ძმები არიან მოსულებიო და შენი ნახვა უნდათო. იესო პასუხობს: ვინ არის დედა ჩემი? ვინ არიან ჩემი ძმები? წარმოიდგინეთ ხა ერთ წამით, რომ ეს არ არის არ საუბრობთ იმ კაცზე, რომელიც ჩვენ მიგვეჩნია ქრისტე ღმერთად და საუბრობთ ლიტერატურული ტექსტია და ან ჩვენ თვითონ მოვესწარით ამას. კაცი ზის ხალხთან მიაკითხა ოჯახმა, ეძახის შვილო ერთი წამით გამოდიო და ეს ამბობს, რომ ესენი ვინ არიანო? რას ფიქრობთ ხა ამ კაცზე? მარკოზის სახარება ძალიან გულწრფელია, როდესაც ის ხატავს იესოს პორტრეტს. და ასევე იმ ადამიანების პორტრეტს, ვინც იესოს გარშემო არიან. ძალიან ხშირად მე ხა ვერ ვიტყვი, რომ თქვენ ამას ლაპარაკობთ ლუკას სახარების გავლენით, მაგრამ ძალიან ხშირად მსგავსი კითხვა ამ კონკრეტულ პასაჟზე იბადება მაშინ, როდესაც კითხავს მეხსიერებაში აქვს შენახული ლუკას სახარების მოწიწებული დამოკიდებულება იესოს ოჯახისა და კერძოდ მარიამის მიმართ და ამ შემთხვევაში გაოგნებას ვერ მალავს, როდესაც იესო გარკვეულწილად აგდებულად ლაპარაკობს თავისი ოჯახის წევრებზე და მოწიწებით ლაპარაკობს იმ ადამიანებზე, ვინც უსმენენ მას. ჩემი ოჯახის წევრები არიან ისინი, ვინც მე მისმენენ. ეს არის იესოს განცხადება. ზოგადად მარკოზის სახარების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება ის არის, რასაც მეცნიერებაში ქვია მესიანური საიდუმლო. არავინ არ იცის, ვინ არის იესო. არავინ.
მისმა მშობლებმა, მისი ოჯახის წევრებმა არ იციან ვინ არის იესო. და მარკოსისავეს სახარებაში გამოჩნდება, როდესაც ის გალილეაში მოღვაწეობს, გალილეა არის მისი მშობლიური მხარე, სადაც ის ქადაგებს, კურნავს და ასე შემდეგ. როდესაც იესო დაიწყეს საქმიანობას, ოჯახის წევრები, დედა და ძმები მივლენ იმისათვის, რომ იესო შეიპყრონ, გათოკონ და წაიყვანონ, რადგან ისინი თვლიან, რომ იესო გაგიჟდა, გააფრინა, შეშლილია, ჭკუიდან გადასული არის. მსგავს რამეს ჩვენ სხვა სახარებაში ვერ ნახავთ. მარკოსის დამოკიდებულება განსხვავებულია. გარდა ამისა, დედამ არ იცის ვინ არის იესო, განსხვავებით ლუკას სახარებისგან. იესოს ოჯახის წევრებმა, და-ძმებმა არ იციან ვინ არის იესო. ასევე ვინ არის იესო არ იციან იმ ადამიანებმა, ვისთან ერთადაც უხდება იესოს მოღვაწეობა. მისმა უახლოესმა პირებმა არ იციან ვინ არის იესო. არ გაგიწყდეთ ბოდიში ეგ აზრი აუცილებლად დაასრულეთ, მაგრამ უნდა ჩავერთო. ამ საიდუმლოს დავარქვათ საიდუმლო, იმიტომ რომ იდუმალია, ხო, ვინ არის იესო. დიახ. და მთელი მარკოზის სახარება ჩვენ სულ თითქმის ყველგან ვკითხულობთ ამას, რომ თუ კი ვინმე შეიცნობს მას და მისთვის გაცხადდება თუ ვინ არის იესო, იესო მათ სულს თხოვს, რომ ეს საიდუმლოდ შეინახონ. კი ბატონო. იესოს არავინ არ იცნობს. ეს ძალიან კარგი თანდადება არის, შინაშნა არის. იესო არა მარტო არავინ არ იცის ვინ არის იესო. არამედ იესო მალავს თავის ვინაობას. როდესაც განკურნავს ვინმეს, ეუბნება რომ არსად არა თქვა. მაგრამ ეს ასე არ ხდება. ვისაც განკურნავს, ისინი მიდიან და ლაპარაკობენ იესოზე. რატომ ვერ ცნობენ იესოს თუ ოჯახის წევრები, თუ დედამისი, თუ მოწაფეები განსაკუთრებით? მოწაფეებმა მარკოსის სახარების მიხედვით დაიჯერეს, რომ იესო შეიძლება იყოს მესია. ის ჯერ ჯვარზე გაკრული არ არის, კრიმინალურად გამოცხადებული არ არის და მათ ჯერათ, რომ ეს იქნება მესია. ჩვენ გვისაუბრეთ უკვე წინა საუბარში, ვახსენეთ, რომ მესიას რა მოეთხოვება, რომ გაათავისუფლოს ებრაელები რომაელების ბატონობისგან, აღადგინოს დავითისა და სოლომონის სამეფო და დაამყაროს საყოველთაო მშვიდობა. როგორც ჩანს, მოწაფეებიც და სხვებიც ელოდებიან, რომ იესო იქნება ისეთი მესია, როგორცაც ელოდება იუდაიზმი. შესაბამისად, მოწაფეებისათვის სულებით დაუჯერებელია იესოს საუბარი, როდესაც იესო ლაპარაკობს ამაზე, რომ აი ახლა მე წავალ იერუსალიმს და მე ჯვარზე გამაკრავენ. ჩვენ ხედავთ პეტრეს რეაქციას, რომელიც ცდილობს რომ გადაარწმუნოს იესო, რომ წავიდეს იერუსალიმში და ამის შედეგად იესოს რეაქცია ასეთი, რომ გადი ჩემგან სატანა. მოწაფეები ბოლომდე არ არიან დარწმუნებული, რომ როგორი სახის მესია, იციან რომ მესია, მაგრამ ელოდებიან ისეთ მესიას, როგორცაც ელოდება დანარჩენი ხალხი. იესოს ახლობლებს, მათ შორის არის იესოს ახლობლები, იესოს წრეში, აქ ასეც წარმოდგენა, რომ იესო როდესაც მესია გახდება, მათ იქნება ხელმწიფე ამ დედამიწაზე და მათთვის პატივი იქნება ამ ხელმწიფის სამეფო კარზე იმსახურონ. და მოწაფეებში არის იმაზეც საუბარი, რომ ვის უნდა მის მარჯვნივ ყოფნა და ვის უნდა მის მარცხნივ ყოფნა, რაც შეიძლება ახლოს ძალაუფლებასთან. იესო წარუმატებლად ცდილობს დაანახოს ამ ხალხს, რომ მისი მოწადინება და მისი მისია როგორც მესიისა არ გულისხმობს ამ მიწიურ ძალაუფლებას. არ გულისხმობს იმ კომპონენტების შესრულებას მესიისა, რომელსაც ელის ტრადიციული იუდაიზმი იმ ეპოქისათვის. ის ვთავაზობს მესიის იმ განცდას, მესიანობის იმ განცდას, რომელიც უცხო არის მანამდე
იუდაიზმში და იესოს მიმდევრებში განსაკუთრებად. რო გავაგრძელოთ ეს იდეა. შობლებს არ ესმით ვინ არის იესო, დედამისს არ ესმის იესო ვინ არის, დედმამიშვილებს არ ესმით ვინ არის იესო, მოციქულებს არ ესმით ვინ არის იესო, არავის არ ესმის ვინ არის იესო. აბა ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ? Right. ეს არის მარკოსის გენია. მარკოს გვეუბნება, რომ არავინ არ იცის იესო ვინ არის. ერთადერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, ერთადერთი ადამიანი შეიძლება ჩავთქვათ, რომ ერთნახევარი ადამიანი. მთელ ამ სახარებაში მიხვდება ვინ არის იესო. ის ერთი ადამიანი, ვინც მიხვდება იესოს, ებრაელი არ არის, მოწაფე არ არის, იესოს მიმდევარი არ არის, ეს ადამიანი არის რომაელი. რომაელი ასისთავი, რომელსაც დაევალა იესოს ჯვარცმა, როდესაც ნახავს, როგორ გარდაიცვლება იესო ჯვარზე, იტყვის, რომ ეს ნამდვილად ღვთისშვილი იყო. რომაელი მიხვდა ვინ არის იესო. გარდა რომაელისა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიხვდა იესო ვინ იყო, ის ქალი, რომელმაც დალეწა ძალიან ძვირფასი ნელსაცხებელი, სუნამო და იესოს დაასხა და თავისი თმებით ფეხზე და თავისი თმებით შეუმშრალო ფეხი. ამ ქალის სახელი უცნობია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ქალის აქციიდან გამომდინარე, ხომ არ მიხვდა ეს ქალი, ვინ შეიძლება ყოფილიყო იესო. მაგრამ ამაზე დანამდვილებით ვერ ვილაპარაკებთ. მაგრამ ის, ვინც ნამდვილად მიხვდა, რომ ვინ არის იესო, არის რომელი ასისთავი და კიდევ ვინ? კითხველი. რადგან სახარება ისეთ კარგაზე არის აწყობილი, რომ მიზანი სახარებისა ის არის, რომ კითხველი დაარწმუნოს, რომ იესო არის მესია. და ამას ახერხებს კიდევაც თავის სახარების განმავლობაში. მას აქვს 3 გამორჩეული შემთხვევა, როდესაც ხდება იესოს დადასტურება როგორც მესიისა. 2 შემთხვევა არის ღვთაებრივი და 1 შემთხვევა არის ადამიანური. და ეს 3 შემთხვევა, ვისაც უნდა რომ დაიჯეროს, გითხარით, არწმენ არის არჩევნის საქმე, ეს 3 შემთხვევა ამ შესაძლებლობას აძლევს მკითხველს. პირველ რიგში ეს არის ნათლობის დროს იესოს ესმის ხმა ღმერთისაგან, რომ შენ ახარ ჩემი საყვარელი შვილი, რომელიც მოვიწონე. მეორე, როდესაც იესო და მისი 3 მოწაფე, პეტრე, იოანე, იაკობი, ავლენ მთაზე და ამ მთაზე მათ გამოეცხადებათ მოსე და ელია. და ამ გამორჩეული ასევე ნუმინოზური გამოცდილების წიაღში გაისმის ღმერთის ხმა, ოღონდ ეს არ მიემართება იესოს, ეს მიემართება ყველას, ვინც ამ ნუმინოზური გამოცდილების მოწმე არის. და ხმა იძახის, ეს არის ჩემი საყვარელი შვილი, რომელიც მე მოვიწონე. და ბოლოს ჩვენა გვაქვს რომაელი ასისთავი, რომელიც იძახის, რომ ეს ნამდვილად ღვთისშვილი იყო. კეთილი სერ, მოდით ახლა გავწყვიტოთ ჩვენი ეპიზოდი ამ ნაწილზე და რაღაცნაირად მესამე ეპიზოდი დავაანონსოთ და ვიტყვი, რაზე ვისაუბრებთ იქ. ვეცდებით ვისაუბროთ იმაზე, თუ რამ გაგაოცათ, რა იყო ის მიგნებები, რომელიც ამ ტექსტზე მრავალწლიანი მუშაობის შედეგად აღმოაჩინეთ, ან ის, რაც მრავალი წელი ცხვირწინგედოთ, მაგრამ ვერ ხედავდით. მე მგონია ეს კარგი იდეა, რომ შემდეგი საუბარი მოვსწორეთ ამას. და მივახციოთ მარკოს სახარების კულმინაციას, რას წარმოადგენდა იესო და რას მიაღწია იესო. ხო, დაახლოებით რომ იცოდეთ,
ვინც სოპრანოს კლანის მაყურებლები იყავით ან ხართ, ეს ტექსტი, ამ ტექსტის დასასრული დრამატურგიულად ძალიან გავს იმას, როგორც მთავრდება ეს საკულტო სერიალი. კეთილი, აქ გავწყვიტოთ. ბონ